მომდენო თემა ეს გახლავთ საცნობი ნიშნები. და ამ პლაკატზე მოცემულია ყველა ეს საცნობი ნიშნები, რომლებიც ცხოველმა უნდა დაამაგროს შესაბამის ავტომობილზე, რომელსაც იგი მართავს. ანუ ამ ნიშნების დაყენება შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულოა. დავიწყოთ თითოეული საცნობი ნიშნის განხილვა. ავტომატარებლის ამოსაცნობი ნიშნები. წარმოადგენს ეს სამი ნატურა და ცხოველმა, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, რომლის სიგრძე 20 მეტრამდეა, ვალდებულია დააყენოს შესაბამისი ნატურები, ანუ ავტომატარებლის ამოსაცნობი ნიშნები კაბინის თავზე, როგორც აქ ნახალზეა ნაჩვენები. ეს ამოსაცნობი ნიშანი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის აღამნიშნელ საცნობ ნიშანს და მას აყენებენ იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი იმყოფება საერთაშორისო მოძრაობაში. საერთაშორისო მოძრაობაში ეს ტერმინი ჩვენ განმარტებული გვაქვს წინა მასალაში. ასე რომ მათზე მეც აღარ გესაუბრებთ. კოტები რუსულად ნიშნავს შიფებს. მოკლედ ეს ამოსაცნობი ნიშანი მიუთითებს, რომ მძღოლს უყენია ზამთრის სპეციალური საბურავები, კოტებიანი საბურავი. და მას როგორც წესი აყენებენ უკანა საქარე მინაზე, რათა ინფორმაცია მიაწოდოს მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომ მას უყენია განსხვავებული საბურავები, ანუ ზამთრის სპეციალური საბურავები. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს მძღოლისათვის, რომ ამ ინფორმაციის შემდეგ იგი იკავებს, ანუ იცავს მეტ დისტანციას, ვიდრე ეს ჩვეულებრივად საჭირო არის. ვინაიდან მან იცის, რომ ტრანსპორტი, რომელსაც უყენია ესეთი საბურავები, უფრო ეფექტურად დაამოხრუჭებს ზამთრის დროს, ზამთარში თოვლიან გზაზე, ვიდრე თვითონ, რომელსაც უყენია ჩვეულებრივი საბურავები. აქედან გამომდინარე იგი იკავებს უფრო მეტ დისტანციას, რათა წინ მიმავალი ტრანსპორტის მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში თავიდან აიცილოს შეჯახება. ამიტომაა საჭირო და სავალდებულო ასეთი საბურავების შემთხვევაში დავაყენოთ ეს ამოსაცნობი ნიშანი. ბავშვები დარწმუნებული ვარ, იცით, როდის გამოიყენება და იგი გამოიყენება ბავშვთა ორგანიზებული გადაყვანისას და მას აყენებენ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის წინ და უკან, რომლებსაც გადაყავთ ბავშვები კოლექტიურად. სამწუხაროდ ჩვენ შორის არსებობენ ყრუ-მუნჯი მძღოლები და შესაბამისად ისინი ამ საგზაო ნიშანს აყენებენ ჩვეულებრივად ავტომობილის წინ და უკან საქარე მინაზე. სასწავლო სატრანსპორტო საშუალების ამოსაცნობი ნიშანი. რაკე ამ თემას შევეხეთ, მაგრამ მინდა მოგაწოდოთ ამ თემის შესახებ ინფორმაცია, რომ სასწავლო ავტომობილი აუცილებელია აღჭურვილი იყოს დამატებითი გადაბმულობის ამძრევი სატერფულით და დამატებითი სამუხრუჭო სატერფულით. ასევე უნდა ეყენოს ასეთ ავტომობილს დამატებითი უკანა ხედვის სარკე და ეს ამოსაცნობი ნიშანი წინ და უკან საქარე
მინაზე. სასწავლოსვლა პირველადი დაწყებითი სწავლება ხორციელდება დახურული ტიპის მოედანზე, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ნაკლებია. მას შემდეგ, რაც მოსწავლე აითვისებს ძირითად უნარჩვევებს, მძღოლ ინსტრუქტორის გადაწყვეტილებით შეუძლია მოსწავლეს სწავლა გააგრძელოს დასახლებულ პუნქტში. ზოგადად კი სასწავლოსვლა აკრძალულია, ჩვენ ახსენები გვაქვს, ავტომაგისტრალზე და საცხოვრებელ ზონებში. აი მოკლედ ამ ამოსაცნობი ნიშნის შესახებ და საერთოდ სასწავლო წლის შესახებ. ამ ნიშანს ქვია სიჩქარის შეზღუდვა. და მინდა პატარა ისტორიული გადახვევა გავაკეთო ამ ნიშნის შესახებ და ჩემი რჩევა მოგცეთ. 70-იან წლებში, როდესაც პიროვნება მიიღებდა მართვის მოწმობას, იგი ვალდებული იყო ეს აღნიშნული საგზაო ნიშანი დაემაგრებინა ავტომობილის უკან მარცხენა მხარეს და არ ქონდა უფლება 70-ზე მეტი სიჩქარით სიარულისა ნებისმიერ გზაზე 2 წლის განმავლობაში. ეს ჩემი აზრით ასეც უნდა ყოფილიყოს, ვინაიდან ნებისმიერ ახალბედა მძღოლს სჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა მიიღოს შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა. სამწუხაროდ ეს წესი ამოღებულია, მაგრამ მე მინდა გირჩიოთ, რომ არ არის სავალდებულო კანონმა დაგავალდებულოთ ამ მოთხოვნის შესრულება, არამედ მე გირჩევთ მართვის მოწმობის მიღების შემდეგ ყოველთვის ეაროთ დინჯად და დაკვირვებით, განსაკუთრებით დაწყებით პერიოდში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა შეიძინოთ ის უნარჩვევები, რომელიც უნდა გქონდეს ყველა მძღოლს. აი ესაა ჩემი რჩევა ამ ნიშნის შესახებ და გამოიყენეთ ჩემი რჩევა. ეს გახლავთ საში ტვირთის აღნიშნული ამოსაცნობი ნიშანი და მას აყენებენ ავტომობილზე ის მძღოლები, რომლებსაც გადააქვთ საში ტვირთი. ცისტერნებზე, რომლებსაც გადააქვთ საწვავი და სხვა ტრანსპორტზე, რომლებსაც საში ტვირთი გადააქვთ. საში ტვირთში იგულისხმება როგორც ალებადი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ასევე შხამქიმიკატები, რადიაციული ტვირთი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამ საგზაო ნიშანს, ქვია არაგაბარიტული ტვირთვის აღნიშნელი და ამ ნიშანზე ახლავე მოგაწვით ინფორმაციას, რომ ყველა მძღოლი ვალდებულია თუ ტვირთი ტრანსპორტის წინ, უკან ან წინ გადმოშვერილია 1 მეტრზე მეტად, ტვირთის უკანასკნელი წერტილი აღნიშნოს ამ საგზაო ნიშნით. თუ ეს საგზაო ნიშანი არ აქვს, მაშინ ტვირთის ბოლო წერტილზე დაამაგროს წითელი ალამი. ასევე უნდა მოიქცეს მძღოლი თუ ტვირთი გადმოშვერილია ტრანსპორტის გვერდებიდან 0,4 მეტრზე მეტად, ანუ 40 სანტიმეტრზე მეტად. ნათლად ჩანს ამ ნახატზე ეს მაგალითი და ეს მოთხოვნა სავალდებულოა შეასრულოს ყველა მძღოლმა. რაც შეეხება ამ საგზაო ნიშანს, ამ ამოსაცნობ ნიშანს აყენებენ იმ ტრანსპორტის მძღოლები, რომელთა სიგრძე აღემატება 20 მეტრს და მას აყენებენ ტრანსპორტის უკან ღერძის პარალელურად. კიდევ ვიმეორებ, აღნიშნული ამოსაცნობი ნიშნების დაყენება სავალდებულოა შესაბამის სატრანსპორტო
საშუალებებზე. რაც შეეხება ამ ორ ნიშანს, რომელსაც ქვია ძღოლი ექიმი, ანუ საჭესთან ზის ექიმი, მას შეუძლია ეს ნიშანი თავის სურვილისამებრ გამოიყენოს, ანუ დაამაგროს ავტომობილზე ან არა. ასევე შეუძლია მოიქცეს ინვალიდი მძღოლი და თუ იგი ინვალიდია, შეუძლია ეს ნიშანი გამოიყენოს და დაამაგროს თავის ავტომობილზე. კიდევ ვიმეორებ, ამ ორი ნიშნის გამოყენება სავალდებულო არ არის, მათ აყენებენ მძღოლები თავისი შეხედულებისამებრ. აი მოკლედ და კონკრეტულად ამ ჯგუფის შესახებ, რომელსაც ამოსაცნობი ნიშნები ქვია.